მოგხსნელობ ზუსტად ჩვენ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში მეტაბოლური ჯანმრთელობა გახლავთ ჩვენი ინტერესის საკანი, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ. დღეს უკვე აღიარებულია, რომ სიმსუქნე გახლავთ დიაგნოზი, რომელიც მულტიპროფილურ და თანმიმდევრულ მართვას საჭიროებს. ჭარბწონასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე მეთოდი გახლავთ ბარიატრიული ქირურგია. ეს მხოლოდ ოპერაცია არ გახლავს, ბარიატრიული ქირურგია კომპლექსური მკურნალობის პროცესია, რომლის წარმატებას მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. თოდუას კლინიკაში ამ მიმართულებით გახლავთ სიახლე მცირე ინვაზიური, აბდომინალური, ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას გიორგი ზურაბაშვილი, რომელსაც კლინიკური და აკადემიური გამოცდილება ვენის გენერალურ საავადმყოფოში აქვს მიღებული. ის დღეს გახლავთ ჩვენი სტუმარიც და უფრო მეტ დეტალს სწორედ მასთან ერთად გავარკვევთ. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ხო, სწორად ჩავასწორე გვარი. ყოფილი ყველანაირი ცდომილება, იმიტომ რომ ჩვენ უშეცდომო ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ახლა ჩვენს მაყურებლებს და თქვენი მიღებული განათლებიდან გამოვალთ, რომელიც როგორც მოვისმინეთ ვენაში შედგა და სწორედ აი ამ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით მინდა დავიწყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ტექნიკურ მხარეს და ასევე ეს კოორდინირებულ პროცესს პაციენტის საბოლოო რეზულტატისთვის და თოდუას კლინიკაში ახლა როგორი მიმართულებით ხდება აი ამ ყველაფრის კოორდინირება. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს, მადლობა მასპინძლობისთვის, მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს მიდგომას ტექნოლოგიებს და ამ ოპტიმიზაციას პროცესების ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ. ვენაზე ხა კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც დასავლეთიდან მოდის ეს განსაკუთრებით მედიცინა. თოდუას კლინიკაში ვფიქრობ, რომ მიხარია, რომ შეუერთდით თოდუას კლინიკას, რადგან ერთ-ერთი ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში და სწორად აღჭურვილი კლინიკა არის და პროცესებიც ოპტიმალური არის. წამოვიღეთ პაციენტის უსაფრთხოება, რაც თავარია და პერსონალის და იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რაც საჭირო არის უსაფრთხო ოპერაციისთვის და უსაფრთხო მედიცინისთვის. ასე რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური ეს არის ტექნოლოგიის ფეხის აყოლა მედიცინაში და ქირურგიაში და ვფიქრობ, რომ ჩემს გარშემო ეს ყველაფერი არის და მელოდება წინ საინტერესო პრაქტიკა და კარიერა ამ კლინიკაში. და მაინც ეს ტექნიკური სიახლე რა შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში და ეს კოორდინირებული მუშაობის ნაწილში თავშოთ რა სიახლე შეიტანეთ, იმიტომ რომ გუნდური მუშაობა ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის თოდუას კლინიკაში ხშირად ვისმენთ რომ ასეთი ტიპის მიდგომაა ზოგადად, ხო და თქვენი მიმართულების თანამედროვე მედიცინა გახდა ინდივიდუალური პირველ რიგში და მეორე მულტიდისციპლინარული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ყველა პაციენტს ერთი და იგივე მკურნალობა არ უნდა შესთავაზონ. ჩვენ არა გვაქვს ჯადოსნური ჯოხი რომ უთხრათ რომ ეს არის და ან ყველას ოპერაცია შევთავაზოთ, ან ყველას მედიკამენტი, ან ყველას დიეტა და გარდა ამისა არ შეიძლება რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი დარგი განსაკუთრებით მულტიფაქტორული არის და სიმსუქნე არ არის გამოწვეული მხოლოდ ბევრი კალორიის მიღებით, ცოტა კალორიის დახარჯვით, ეს არის გენეტიკური, გარემო ფაქტორებით განპირობებული სტრესით ასე შემდეგ და საჭირო არის რომ ერთმა სპეციალისტმა არ დაიწყოს მართვა ამ ყველაფრის და თავაზობთ ამ მიდგომას პაციენტს რომ არ იქნება ყველასთვის ერთი მკურნალობა. ესე იგი ჯერ დადგენით იწყებთ, საიდან დავიწყოთ, საიდან მოდის. ეს არის გუნდი, საიდანაც იწყება პაციენტის მკურნალობა. ხო, შეიძლება ენდოკრინოლოგი იყოს, შეიძლება ქირურგი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში პაციენტის ისტორიის შეკრება ხდება და მერე დავსხდებით მაგიდასთან და ხდება განხილვა. ეს არის ენდოკრინოლოგი, ეს არის ფსიქოლოგი, ეს არის ანესთეზიოლოგი აუცილებლად, თერაპევტი და მერე იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც საჭიროა. სიტყვაზე ჩვენი პაციენტების უმეტესობას სჭირდება კარდიოლოგი და კარდიოლოგი ჩაერთვება. შესაძლოა რომ გინეკოლოგი დასჭირდეს და გინეკოლოგი ჩაერთოს. როგორც წესი ეს არ არის მარტივი დაავადება, მხოლოდ ჭარბი კილოგრამები. ეს არის დაავადება კილოგრამები, რომელიც წინა პლანზეა და უკანა პლანზე იმალება ძალიან ბევრი პათოლოგია რა ეტაპია ბარემ ამაზეც რო ვისაუბროთ. ხო, აი რა ეტაპია სიმსუქნის შემდეგ გამოწვეული პრობლემები, როდესაც დიაბეტი ტიპი 2 შეიძლება განვითარდეს, ან ჰიპერტენზია არტერიული, ან
ბევრი სხვა კიდე პრობლემა. აი, როდის შეიძლება უკვე რომ ჩაითვალოს ეს, რომ აი ეს უკვე ის დროა, რომ უკიდურესი სხვა არის. ხო, პირველ რიგში როგორც ყველა დაავადება, სიმსუქნე გახდა დაავადება და ეს არის დაავადება და ყველა თავის დაავადებას თავის სტადია აქვს, ხო? მაგალითად, ახლა ონკოლოგიურ პაციენტში არის სტადიები, სადაც მხოლოდ ოპერაცია საჭირო, არის სტადიები, სადაც მხოლოდ რადიაციული თერაპია შეიძლება იყოს დასაწყის სტადიაში, გარკვეულ ონკოლოგიაში და არის სტადია, სადაც ოპერაცია პლუს თერაპია, ან თერაპია პლუს ოპერაცია და შემდეგ უკვე კიდე თერაპია. დაახლოებით იგივე მიდგომა შეიძლება იყოს სიმსუქნესთანაც, აქაც უნდა დავყოთ პირველ რიგში კატეგორიზაცია უნდა გავაკეთოთ, სტადიურობა დაავადების, არის დაავადების სტადია, სადაც არ შეიძლება რომ ოპერაცია გავუკეთო, იმიტომ რომ უფრო მეტად შეიძლება დამაზიანებელი იყოს ოპერაცია, ვიდრე შევთავაზოთ სხვა მკურნალობა. არის მდგომარეობა, სადაც ორივე უნდა გავაკეთო, მაგალითად იმისთვის რომ ოპერაცია უსაფრთხო ჩაიაროს 200 კილომ პაციენტს შეიძლება რომ შევთავაზოთ მომზადება ოპერაციის წინ, დაიკლოს წონაში და მერე უკვე შევთავაზოთ ოპერაცია, იმიტომ რომ მხოლოდ დიეტით ან მედიკამენტოზური მკურნალობით ვერ გავა ფონს და ანუ კარგ შედეგს დროში ვერ მივიღოთ. შესაძლოა რომ მივიღოთ შედეგი 5 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში, მაგრამ ჩვენი მიზანი არის რომ წლები გაგრძელდეს ეს დაავადების რემისია და შედეგი 5, 10 წელი, 15 წელი, ხო? რაც შეეხება იმას რომ აუცილებლად კონკრეტული კილოგრამი უნდა იყოს და ამის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ეს ნამდვილად ესე არ არის, ან არტერიული ჰიპერტენზია, ან ლიპიდური ცვლის მოშლა, მაგალითად, ყავს პაციენტები, სადაც კილოგრამები ცოტა არის, დაახლოებით 20-30 მეტი კილოგრამია, მაგრამ იმდენად დაზიანებულია ორგანიზმი ამ მეტაბოლური სინდრომით, რასაც შაქრიანი დიაბეტი ქვია, რომ ხშირად ახალგაზრდა ასაკში აქვს გადატანილი ინსულტი, კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული, შაქრის მოწესრიგება არ ხდება და სხვა თერაპიები ნაცადია უკვე და ამ დროს უკვე ვთავაზობთ ქირურგიას. რატომ? იმიტომ რომ ერთ-ერთი ეფექტური გზა არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად და წარმატების ალბათობაც ოპერაციის შემდეგ 80-90%-ია. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ პაციენტი არის, რომლის შაქრიანი დიაბეტი წლები გრძელდება, დააზიანა გულსიზახთა სისტემა, დააზიანა თავის ტვინი, დააზიანა პერიფერიული სისხლძარღვები და ენდოკრინოლოგის მიერ ნამართი იყო, ნაცადი იყო რამდენიმე თანამედროვე მიდგომა, ხო, არა მარტო ის, რომ ძველი ტაბლეტიზებული მკურნალობა შესაძლოა, რომ მედიკამენტზეც იყო და დაზიანდა ეს ყველაფერი და კილოგრამები არ გაძლევს საშუალებას, რომ სიტყვაზე 20-30 კილოგრამით მეტია და ნუ არ არის პირველი ჩვენება ოპერაციის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ესე ყოფნა უფრო მეტი რისკია და შესაძლოა რომ რაღაც დროს ეს უეცარი სიკვდილითაც დასრულდეს ან ისეთი გართულებით, რომლის დაბრუნებას და შებრუნებაც რთული იყოს, ამ შემთხვევაში ოპერაციას მიმართავთ და უფრო უკეთესი შედეგით ვასრულებთ მერე და გადაგვყავს ის რა კიდე არ მინდა წარმოდგენა იყოს იმაზე რომ ამ ოპერაციით ყველაფერს დასრულდა და ასე შემდეგ და მოგვარდა ეს ესე არ არის ოპერაცია არის ერთ-ერთი დიდი რგოლი მკურნალობის ეტაპზე მაგრამ რა თქმა უნდა და პატარ-პატარა რგოლები უნდა დავამატოთ ამას ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და თავის მოვლა რაც თავარია ასე რომ კომპლექსური მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. აბედნიერება, როდესაც პაციენტი ხელახლა იწყებს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან. გიორგი, ძალიან გვაინტერესებს ოპერაციამდე, თუ გადაწყვეტილია დაუშვათ, ხო, ბარიატრიული ჩარევა, ოპერაციამდე რა მომზადებაა საჭირო პაციენტისთვის, ოპერაციის რა ალტერნატივები აქვს დაუშვათ და შემდგომი პერიოდი რამდენად ხანგრძლივი და რთულია. ასევე მნიშვნელოვანი. კარგი კითხვა. გზები არსებობს. მოკლედ, ოპერაციისთვის მომზადება არის ოპერაციის ჩვენებას წყვეთ როგორც გითხარით გუნდურად, მაგრამ შეიძლება რომ ერთი დარგის სპეციალისტმაც გადაწყვიტოს ეს მაგალითად ქირურგი იქნება, ენდოკრინოლოგი იქნება. ამის შემდეგ ვიწყებთ თითქმის სრულ შეფასებას ორგანიზმის, იმიტომ რომ საიდან ვიწყებთ, ანუ სად არის ის ზღვარი და რა გამოსწორდება ამ ოპერაციით, იმიტომ რომ რას ველოდებით უნდა ვიცოდეთ და საიდან ვიწყებთ. მეორე ეს არის რა პერიოდი სჭირდება დაახლოებით მომზადება სჭირდება ინდივიდუალურია აქაც მაგრამ სჭირდება 2 კვირიდან შეიძლება 3-4 თვე სჭირდებოდეს მაგალითად ეხლა პაციენტი ყავს რომელსაც 6 თვის წინ ქონდა პირველი ვიზიტი ჩვენთან ჩაუტარეთ სტანდარტული კვლევები დაახლოებით 240 კილო არის იყო დასაწყისში და ეხლა არის 160 კილოგრამი ჯერ არ გაგიკეთებია ჯერ არ გაგვიკეთებია ოპერაცია იმიტომ რომ
რადგან 250 კილო პაციენტის ოპერაციის გაკეთება არა უსაფრთხოა, მაგრამ და თუ პაციენტი მოყვება რომ მოემზადოს, ძალიან მონდომებულია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ რაც შეიძლება უსაფრთხო პერიოდში გავაკეთოთ. აი ამიტომ რა თქმა უნდა. კი, ამიტომ პირველი მიდგომა კიდე რაც გვაქვს, თუ რამის გამოსწორება შეგვიძლია და ნორმისკენ მისვლა შეგვიძლია, მაგალითად ამ ქალბატონთანაც ძალიან ცუდი შაქრის რიცხვები იყო, 500 იყო, 400 იყო და რომ ვეუბნებით პაციენტს რომ ჯერ უნდა მოვაწესრიგოთ, კი იქიდან არის რამდენიმე შეკითხვა რომ როგორ აქამდე ვერ მოვაწესრიგე, მაგრამ როცა ვაქცევთ ამას ჩარჩოში რომ თქვენ გჭირდებათ 2 კვირიანი, 3 კვირიანი მომზადება, ამ შემთხვევაში უფრო უმარტივდება ჩვენს პაციენტებს. რაც შეეხება სლივ გასტრექტომია და ბაიპასი, ხო ეს ორი ალტერნატივა აქვს. ცოტა სწრაფად უნდა წავიდეთ, ჩვენ ესეთი 6 თვიანი მოლოდინის დრო არ გვაგზავნოს უხარო წინას. ხო, ანდაც ტიპი არის, თორე ბაიპასი დაახლოებით ახლა ძალიან ბევრი ოპერაცია კეთდება და რაც დანერგილი არის ჩვენს მარეგულირების საერთაშორისო ორგანიზაცია IFSO-ს მიერ, ან IASO-ს მიერ, ყველას ვაკეთებ. ჩვენი გუნდი აკეთებს ტიპაჟი ურჩევთ ხო პაციენტს ჩვენ თვითონ წყვეთ ამას არა მარტო მე შესაძლებელია რომ ფსიქოლოგი ჩაერთოს ამ ყველაფერში ანუ ისევ და ისევ ამ გუნდურ მიდგომაზე განსხვავება ის არის რომ გარკვეული ოპერაციების დროს მოცულობას ვამცირებთ რეზერვუარის კუჭის გარკვეული ოპერაციების დროს როგორც მოცულობას ვამცირებთ ისე შეწოვით პროცესსაც ვარღვევთ და ეს წყდება პაციენტის ტიპაჟიდან, ასაკიდან, წონიდან გამომდინარე და იმ ნაცადი მკურნალობის მეთოდებიდან, რაც მანამდე ქონდა გავლილი და ამის შემდეგ ვიღებთ უკვე გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ყველას კიდე არ ვთავაზობთ ოპერაციას. მაგალითად, შესაძლოა რომ კანდიდატი იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ იყოს მზად, არ იზიარებდეს იმ ცხოვრების ტიპს, რაც ოპერაციის მერე საჭიროა და ურჩევთ რომ მოდი ცოტა ხნით თავი შევიკავოთ, სხვა მკურნალობის ტაქტიკა ვცადოთ, იმიტომ რომ ეს არ არის დაავადება, რომელსაც რაღაც ერთი ხელის მოსმით, ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება და სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ჭარბი კილოგრამით თუ არა ჭარბი კილოგრამით, ვეცადოთ, რომ ჩვენს ორგანიზმს მოუვაროთ და მოუფრთხილდეთ. ხელის გულზე უნდა ვატაროთ. ნამდვილად. დიდი მადლობა. თვითონაც მოგება. კი ბატონო, მადლობა. კეთილი, როგორც გავარკვიეთ, ზოგადად ინდივიდუალურ მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ეს გზა აქვს არჩეული თოთუას კლინიკას და შესაბამისად ადგილზე მისვლით უფრო თქვენთვის ზუსტად შეირჩევა ის მეთოდიკა, რომელიც აკეხმარებათ გამოჯანმრთელებაში, რადგანაც სიმსუქნე არის უკვე დიაგნოზი და არა უბრალოდ კილოგრამი. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა გიორგი